დღეს დაიწყო საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი პარაგვაიში. ჩვენ გვქონდა უკვე შეხვედრები პარაგვაის საგარეო საქმეთა მინისტრთან და კომერციის და ვაჭრობის მინისტრთან. ეს ორივე შეხვედრა იყო ძალიან თბილ მეგობრულ ვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ვიზიტი არის პირველი მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი პარაგვაიში საქართველოსთან და პარაგვაისთან ჩვენ სულ 4 წელია რაც დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები. აშკარაა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პოტენციალი სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანასთან მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების და განვითარების. როგორც საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით, ისე ბიზნესის და კულტურის თვალსაზრისით. ჩვენ პარაგვაიში ყავს საპატიო კონსული, ძალიან გამოცდილი და პატივსაცემი ყოფილი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოხელი, ბატონი პაპალარდო, რომლის დახმარებითაც ჩვენ შეგვიძლია საკმაოდ საინტერესო კონტაქტები დავამყაროთ ჩვენს კოლეგებთან. ხვალ გვექნება შეხვედრები პარლამენტის ორივე პალატის ხელმძღვანელებთან და ვეცდებით, რომ საპარლამენტო დონეზეც გავაღრმავოთ ეს ურთიერთობები. საინტერესო ინიციატივები გამოიკვეთა. აღსანიშნავია ის, რომ პარაგვაი მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მისი სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია მსოფლიოში, აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და გამოთქვამს ჩვენთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის მზადყოფნას. ეკონომიკის და ვაჭრობის მინისტრთან ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან დეტალურად იმ პოტენციალზე, რაც დღეისთვის არსებობს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შემდეგ განსაკუთრებით და საქართველოს შეიძლება გახდეს ძალიან საინტერესო ადგილი პარაგვაელი ბიზნესმენებისთვის და შეგახსენებთ, რომ პარაგვაი არის წამყვანი ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების სფეროში. მე-7, მე-8, მე-6 ადგილზეა მსოფლიოში ხორცის პროდუქტების ექსპორტით, ხორბლის, სოიოს და სხვა სასოფლო სამეურნეო პროდუქტების ექსპორტით. ასე რომ ისინი დაინტერესებულნი არიან ჩვენს რეგიონში ახალი ბაზრების მოძიებაში და საქართველოს ამ თვალსაზრისით საინტერესო ადგილია დისტრიბუციისთვის, იმიტომ რომ საქართველოს მდებარეობა, პორტები და მისი ხელმიწვდომადობა აზიის და ევროპის ბაზრებზე არის მათთვის ძალიან საინტერესო. ასე რომ ვიზიტი ძალიან კარგად დაიწყო და დარწმუნებული ვარ, ხვალ პარლამენტში კიდევ უფრო ღია და პროდუქტიული საუბრები გვექნება ჩვენს კოლეგებთან.